გამარჯობა თანამებრძოლებო. როგორც შეგვირდით, მალევე გიბრუნდებით ძალიან საინტერესო სიახლეებით. ეს რამოდენიმე დღე ძალიან დაძაბული გამოდგა ჩვენი ქართველი და ზოგადად UFC-ს მებრძოლებისთვის. ამიტომ დიდი შესწავლის გარეშე, გაიმზადეთ ჩაი, მოკალათით სავარძელში. ჩვენ ვიწყებთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ იან გასის განცხადებები. როგორც იცით, რამოდენიმე წლის წინ დაღესტანელი მებრძოლები შეუჩერებლები ჩანდნენ და სიმართლე რომ ვთქვათ, ადრე მართლაც ესე იყო, თუმცა ქართველების გამოჩენის შემდეგ ჩვენ უცებ დავიკავეთ UFC-ს ტოპები. ახლა ორი ჩემპიონიც გიყავს, რომლებიდანაც ერთს ილიას ორი წონის ქამარი აქვს, ხოლო მეორეს მერაბს უკვე აქვს ამ სპორტის ლეგენდების უამრავი რეკორდი მოხსნილი და ჯერ გაჩერებას ნამდვილად არ გეგმავს. ამ ამბების გამო UFC-ში ორი დომინანტური ქვეყანა გამოიკვეთა. ერთია რუსეთი და უფრო კონკრეტულად დაღესტანი და მეორე საქართველო. და თუ კარგად დააკვირდებით, ეს დავა სხვა უცხოელ მებრძოლებშიც გადადის. აი მაგალითად, ბელალ მუჰამედი აქტიურად უჭერს მხარს დაღესტანელ მებრძოლებს, ხოლო მისი ყოფილი მეტოქე იან გარი საქართველოსია შეყვარებული. იან გარიმ რამოდენიმე დღის წინ უკვე ნახსენებ ბელალ მუჰამედთან დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხოლო გამარჯვების შემდგომ ინტერვიუში საქართველოზე ვრცლად ისაუბრა. კვირდებით, საქართველოში მოვდივარ. ეს ყველას გითხარით. აუცილებლად ჩამოვალ, რადგან ქართველებს ფენომენალური მოჭიდავეები, ჯუდოკები და სამბისტები გყავთ. როდესაც ისლამ მახაჩევის დონის მეტოქესთვის ემზადები, ეს დაგჭირდება. ასე რომ ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ცაცია მოჭიდავეებო, რომლებიც ფიქრობთ, რომ ისლამს გავხართ, შეხვედრის ადგილზე შევთანხმდებით. შეგხვდებით და ერთმანეთს დავეხმაროთ. ინტერვიუს შემდეგ ნომერს შეგაწერინებთ. მინდა დავწმუნდე, რომ ამას მოვაგვარებთ. გამარჯვების შემდეგ დაკავშირება ჭკვიანურია. გაფასებთ და მიყვარხართ ქართველებო. რას ფიქრობთ იან გარიზე, როგორც მებრძოლზე და როგორც ადამიანზე? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. მედიაში აქტიურად მიდის განხილვა ილიასა და ისლამის მომავალ დაპირისპირებაზე. ამ თემაზე განცხადება გააკეთა UFC-ს ლეგენდამ ნეიტ დიაზმაც და თქვა: "ქვესაშუალო დივიზიონში მას დაახლოებით 2 წუთი აქვს გატარებული. არც არავინ უცემია ასეთი წოდება რომ მივანიჭოთ. თქვენ აპირებთ რომ მას ყველა დროის საუკეთესო წოდება მისცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალ დივიზიონში დებიუტიც კი ახლახანს ჰქონდა. მისი ბრძოლებიდან არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ მოვიწვიმ. ფიქრობ ილია თოფურია ბევრად სრულყოფილი მებრძოლია ვიდრე ისლამი." თავისი ტოპ 5 მებრძოლების სია შეადგინა კიდევ ერთმა ლეგენდამ და ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა ჯორჯ სეინტ-პიერმა და ამ ტოპ 5-ში ილია და მერაბი შეიყვანა. ისლამ მახაჩევი ტოპ 5-ში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. თოფურია საუკეთესოთა შორისაა. მერაბი და არმან სარუკიანიც უნდა გამოვარჩიოთ. ჯონ ჯონსი აუცილებლად და ალექს პერეირასაც დავამატებდი. რა თქმა უნდა, ყველა ისლამი ილიას მოლოდინში ვარ, თუმცა წინა გამარჯვებით არმანი ძალიან გააქტიურდა და არც ერთ საშუალებას არ ტოვეს, რომ ილია ახსენოს და ის ჩხუბში გამოიწვიოს. მათ შორის დაძაბულობა ძალიან იზრდება. არმანმა გამარჯვების შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ ქამარზე შემდეგ ის არის, ხოლო ილიას მისი ეშინია და ამ ბრძოლას გაურბის, რაც რა თქმა უნდა უპასუხოდ არ დატოვა ილიამ და სოციალში განაცხადა: "არმან, ყოველ ჯერზე როცა პირადად გნახულობ, ისე იყინები როგორც შეშინებული იხვი, რომელმაც არც იცის რა გააკეთოს. ხომ იცი როგორც მინდა ისე მოგექცევი. მე ვიბრძვი იმასთან, ვინც UFC აირჩევს. და გახსოვდეს, რომ მე მოგარტყი სილა და შენ უბრალოდ გაიცინე. მერე კი ისე მოძრაობ, ვითომ განგსტერი ხარ. ასე რომ გააგრძელე, სწორ გზაზე ხარ. უბრალოდ ჩემგან რამდენიმე დონით ქვემოთ ბავშვო." წერს ქართველი მებრძოლი. არ ვიცი, ჩემი აზრით სილა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ილია მას კარგად იცის ეს. ილია არმანის გაგიჟებას ცდილობს და ეს ძალიან კარგად გამოსდის. ისე ვინ შეამჩნიეთ მსგავსება ხაბიბის ლობოვთან შეხვედრასა და ილიას არმანთან შეხვედრებს შორის. ილიას პასუხი სოციალში არმან სარუკიანმაც დაუბრუნა და განაცხადა: "ძმაო, კისერზე ისე შემეხე თითქოს ოჯახურ ფოტოს ვიღებდით და ახლა ონლაინში ამას სილას ეძახი? კადრი ნათელია, შენი დაუცველობა კი კიდევ უფრო ნათელი. ტვიტერზე ასე მოქცევა არ მჭირდება, ჩემი საქმე გალიაში ჩანს. თუ მართლა გინდა იცოდე, რა არის ნამდვილი სილა, სიამოვნებით გასწავლი. მალე შეგხვდები, ელპატო", წერს სარუკიანი. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? როგორც იცით, არმან სარუკიანიც საქართველოშია დაბადებული, თუმცა ისიც ნათელია, რომ თავად არმანი უფრო აქტიურად ცდილობს შეუტიოს ილიას, ვიდრე ილია მას. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. ალექსანდრეს გამარჯვებას გამოეხმაურა სერხიო რამოსი და მას გამარჯვება მიულოცა ინსტაგრამზე და თქვა: "თოფურიების გუნდი ყოველთვის." გაკვირვებულია ინგლისელი მებრძოლი პედი პიმბლეტი, რომლის აზრითაც შემდეგი ილიას თავად უნდა დაუპირისპირდეს. ჩარლზის გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად სხვასთან მომიწევდა ბრძოლა, მაგრამ ილიას შემთხვევაში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ვერ ხვდები, რატომ არ არის ეს უკვე ოფიციალურად გამოცხადებული და რატომ არ გვაქვს კონტრაქტზე ხელი მოწერილი. ნახოთ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომელიც წესით გადამწყვეტი იქნება. ამ მომენტს მოუთმენალ ველი.
ილიას და არმანის დაპირისპირებაში არ ერევა UFC-ს ვარსკვლავი შიმაევი, თუმცა მის ხარდაჭერას მის მეგობარს არმანს უცხადებს და ინტერვიუში ამბობს. ცარუკიანმა საოცრად მაღალი დონის ჩხუბი ჩაატარა. ვიცოდი, რომ გამარჯვებას ნაადრევად მოიპოვებდა და საქმე საჭების გადაწყვეტილებამდე არ მივიდოდა. არმანი საუკეთესოა. ის პირველი ნომერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას ულაპარაკოდ იმსახურებს. აღსანიშნავია, რამდენად განვითარებულია ალექსანდრე თოფური. სოციალებში აქტიურად იწერება ალექსის ჩხუბის შემდგომ ინტერვიუზე, სადაც მან ჟურნალისტებს 4 ენაზე გასცა პასუხი. როგორც თუცი მეხუთეზე გერმანულ ენაზე შეუძლია საუბარი და რა თქმა უნდა მეგრულზეც. ამავე ინტერვიუში მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. სამომავლო გეგმები? დროას დაგავაგრძელო. არ მიყვარს რაღაცეების ვარაუდი. ნამდვილად არ ვიცი ხარ რა მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ყველაფერს. ყოველთვის ეს იყო ჩემი გზა. არ ვცდილობ ვივარაუდო რა ხდება დახურულ კარს ვიღმა. ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რაც ჩემ წინ არის. ილიაზე და არმანზე მოკლედ ისაუბრა მერაბის ყოფილმა მეტოქემ, შონ ომელიმ და თქვა: არ მგონია რომ UFC ახლა არმანის და ილიას ბრძოლის ორგანიზებაზე იზრუნებს, რადგან ვფიქრობ რომ მათ თოფურია როგორც ჩემპიონი მოსუნთ და მე ეჭვება რომ ცარუკიანის ჩემპიონობა აწყობდეთ. თუ იმ სუბუქ წონით კატეგორიაში ილიას დამარცხების რეალური შანსი აქვს, ეს სწორედ არმან ცარუკიანია. დასასრულს გეტყვით რომ უყოფილოა მაქს ჰოლოვეი, რადგან მის მაგივრად ახლა საუკეთესო ბოქსიურად UFC-ში ილია თოფურიას მოიხსენიებენ. ვისაც არ გახსოვთ, ილია თოფურია იყო პირველი, ვინც მაქს ჰოლოვეი გათიშა. ბევრი მეტყვის, რომ ილიასთან წაგების გამო მე აღარ ვარ UFC-ში საუკეთესო მოკრივე. თუმცა ვინც ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა. როდესაც არკეში ვიხედები, საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ორგანიზაციის საუკეთესო მოკრივე მე ვარ და სწორედ ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად მივიჩნევი. და აი ისიც, ბოლოსკენ გავედით. ვისაც ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დაწეროთ კომენტარი. თუ რას ფიქრობთ ილიას და არმანის დაპირისპირებაზე? მე კი შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობები.